სოფლიოში საფონდო ბირჟებზე მორიგი დაძაბული დღის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ არ აპირებს დაწესებული ტარიფების გაუქმებას. ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს. ბევრი ქვეყანა მოდის და ცდილობს ჩვენთან მოლაპარაკებას. ეს იქნება სამართლიანი გარიგება, გარკვეულ შემთხვევებში კი შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ტარიფები. საფონდო ბირჟებზე მთელი დღის განმავლობაში იცვლებოდა მოგებისა თუ ზარალის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფები დაემუქრა. საფონდო ბირჟებზე უკვე მესამე დღე არა ზარალს ითვლიან. ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა NASDAQ კომპოზიტის ინდექსმა ვაჭრობის დროს მხოლოდ 0.1%-ით მოიმატა. ევროპის უმსხვილესმა საფონდო ბირჟებმა საბოლოოდ 4%-ზე მეტით იზარალეს. ესპანელი ფინანსური ექსპერტები გლობალურ რეცესიის საფრთხეზე საუბრობენ, რადგან ესპანეთის საფონდო ბირჟაც 5%-იანი ვარდნით დაიხურა.